ვარსკვლავები კამარზე ზუსტად უნდა იყოს განლაგებული. ორიონში ასეთი 3 ვარსკვლავია და არა 4. კაბის შესაკერად ერთად გავამზადებ ძაფებს. ეს კანონია. კლიენტი ყოველთვის მართალია. ყველაფერი დღესვე უნდა დავასრულო. Pinkie Pie, ეს ფერი თავის მომაბეზრებელია. შუქზე ცუდად გამოჩნდება. ჩემს კაპას კანფეტები არ მოხდება? რა კითხა? მუშტები? რა ვიცი, მოხდება. დრო სწრაფად გადის. მე კი არ ვჩერდები. ვკერავ კაბებს. და ეს დიდ შრომას მოითხოვს. ფარფატა, შენ გასაქანს არ მაძლევ. ცისარტყელის იერიშო, რაზე ფიქრობ? დრო თითქმის აღარ დარჩა. Applejack-ის ტანსაცმელმა უნდა იბწყინოს. კერვა ადვილია. უნდა უპასუხო კლიენტის ყველა ზერს. მათი იდეები გაითვალისწინო და შემდეგ საკუთარ ხედვას დაუკავშირო. ეს დიდი ქოფაკის თანავარსკვლავედია. და არა პატარა ქოფაკის. ფრანგული მაღალი მოდა თუ შეიძლება. რომ იწვიმოს? ჩექმები. მეტი ბუშტი. არა, ეს ძალიან ბევრია. მეტი ტკბილეული. ახლა ნაკლები, არა მოიცადე. ვიცი, ბაფთები. ეს ვისი კაბაა? კარგი ხო იყოს ბაფთები. ბრა? არ მეტყვი რა შევუცვალო შენს კაბას. არა, მსურს რომ მაგარი კაბა მქონდეს. ფერი მოგწონს? კარგია. ეცადე უფრო მაგარი იყოს. ფორმა არ მოგწონს? კარგია. ეცადე იყოს უფრო მაგარი. 20%-ით. გსურს ჩვენი იდეები გაითვალისწინო. ჩვენ რჩევებს მოგცემთ. სტილი და მოდა უნდა დააბალანსო. დარწმუნდი რომ კარგად გამოიყურება. მეტი მუშაობა დაგჭირდება. დარწმუნდი რომ ყველაფერი რიგზეა. ემოციები უნდა ვაკონტროლო. კარგად შევასრულო ჩემი დავალება. ნაჯერ, ნაწილ-ნაწილ. შევქმნა 6 კარგი კაბა. ღილი-ღილზე, ნაკერი-ნაკერზე. ნაბიჯ უნდა მივყვე სამუშაოს და დავასრულო კერვა.